წარმოიდგინე სიტუაცია, რომ ირანში მართლაც მოხდა ბირთვული აფეთქება. ამას იტყვიან ახალი ამბების ყველა გამოშვებაში. მაგრამ შენ გონია, რომ შენ არ შეგეხება? ასე უნდა დამეწყო ეს ვიდეო და ასე მქონდა დაწერილი სცენარი, მაგრამ ამ დილით სიტუაცია შეიცვალა, რადგან წარმოდგენა, ფანტაზია აღარ დაგჭირდა ამერიკის პრეზიდენტმა მიმართა ხალხს და განაცხადა, რომ მათ მიერ განხორციელდა ძალიან წარმატებული თავდასხმა ირანში, 3 ბირთვულ ობიექტზე. ანუ განადგურებული, ან მინიმუმ დაზიანებული მაინც არის ბირთვული ობიექტები. ამ დროს კი დიდი რისკია ბირთვული რადიაციის გავრცელების, რადგან რადიაცია არ ცნობს სახელმწიფო საზღვრებს. ის მოძრაობს ქარის მიმართულებით და ასე დროს არ არის საჭირო პანიკა. ეს არის მომენტი, როდესაც ცოდნამ შეიძლება გადაგარჩინოს. ამ ვიდეოში გასწავლი, რას ნიშნავს რადიაციული ღრუბელი, როგორ ვრცელდება ის და როგორ უნდა მოიქცე თუ ბირთვული აფეთქების რადიუსში მოხვდი. ან როგორ უნდა მოიქცე თუ ბირთვული იარაღის გამოყენების დროს სხვა ქვეყანაში იმყოფები და შენს ქვეყანაში იმატებს რადიაციული ფონი. როგორ უნდა დაიცვა შენი თავი, შენი ოჯახი, ჩამრთელობა პირველივე წუთებიდან. ეს ინფორმაცია მნიშვნელოვანი არა მხოლოდ ახლა, როდესაც მთელს რეგიონში სიტუაცია უკიდურესად დაძაბულია, არამედ ნებისმიერ დროს, როცა ბირთვული საფრთხე რეალური გახდება. ამიტომ შეინახე ეს ვიდეო შენს პლეილისტში, გამოიწერე არხი, გაუზიარე ეს ვიდეო მეგობრებს, იმიტომ რომ როცა ყველაზე მნიშვნელოვანი წამებია, მხოლოდ შენს ცოდნაზეა ყველაფერი დამოკიდებული. მაშასე დაალაიქე, ჩაუჯექი ვიდეოს და დავიწყოთ. არსებობს ორი სცენარი, ერთი ბირთვული აფეთქების რადიუსში ყოფნა და მეორე იყოს შორს ბირთვული აფეთქებიდან. განვიხილოთ ორივე. დავიწყოთ იმ სიტუაციის განალიზებით, თუ შენ მოხვდი ბირთვული დაბომბვის რადიუსში. ბირთვული აფეთქება შეიძლება მოხდეს გაფრთხილების გარეშე, ამან შეიძლება გამოიწვიოს მასობრივი მსხვერპლი. არსებობს ნაბიჯები, რომელთა გადადგმაც შეგიძლია რათა დაიცვა შენი თავი, შენი ოჯახი რადიაციისგან ბირთვული აფეთქების შემდეგ. თუ შენ იმყოფები ისეთ რეგიონში, სადაც სიტუაცია დაძაბულია და მოსალოდნელია ბირთვული შეტევა, მაშინ რაც შეიძლება სწრაფად უნდა გაეცალო ასეთ რეგიონს. თუ ამას ვერ ახერხებ, დაადგინე პოტენციური თავშესაფრები სახლში, სამსახურში, სკოლაში და მგზავრობისას. გაითვალისწინე სახლისა და სამუშაო ადგილის სარდაფები, ახლომდებარე შენობები, მაღაზიები და ოფისები. მათში არსებული თავშესაფრები, განსაკუთრებით თუ ისინი მიწისქვეშაა. თავიდანვე გავუსვათ ხაზი იმას, რომ ავტომობილები არ უზრუნველყოფს დამაკმაყოფილებელ დაცვას რადიაციისგან. თავშესაფრებში შეინახე შემდეგი ნივთები: ფანარი დამატებითი ელემენტებით, დამტენი რადიო. პირველადი დახმარების ნაკრები, რომელიც შეიცავს დაზიანების სამკურნალო საშუალებებს, ასევე ყოველდღიურ მედიკამენტებს, ბოთლში ჩამოსხმული სასმელი წყალი 2 ლიტრი დღეში ერთ ადამიანზე. ჰიგიენისა და დეკონტამინაციისთვის განკუთვნილი წყლის მარაგი 2 ლიტრი დღეში ერთ ადამიანზე ასევე. კაცრად რეკომენდებულია 1 ან 2 კვირის მარაგის ქონა. შინაური ცხოველებისთვის საჭირო დამატებითი წყალი. რამდენიმე დღის განმავლობაში ვარგისის საკვები, მათ შორის შინაური ცხოველებისთვის. ასევე სათადარიგო ტანსაცმელი და ფეხსაცმელი. ახლა უკვე გადავდივართ ბირთვული აფეთქების შემდგომ რეაგირებაზე. მოძებნეთ ახლომდებარე თავშესაფარი, სარდაფი, მიწისქვეშა ავტოსადგომი, მეტრო ან დიდი და თანამედროვე აგურის ან ბეტონის შენობის ცენტრი, რომელიც უზრუნველყოფს საკმარის თავშესაფარს. თუ გარეთ ხარ ბირთვული აფეთქების წერტილზე, პირდაპირი ხილვადობის თავიდან ასაცილებლად გადადი თავშესაფარში ან მყარი ობიექტის უკან. თუ მანქანაში იმყოფები და მოძრაობ, დაუყოვნებლივ მოძებნე თავშესაფარი, თუ დამცავი შენობა არ ჩანს, გზიდან გადადი და მოძებნე მყარი კედელი და მის უკან მოთავსდი. ნუ ეცდები მანქანით გაქცევა, სავარაუდოდ საცობები იქნება და შენი მანქანა ბირთვული ზემოქმედებისგან ვერ დაგიცავს. თუ შენობაში იმყოფები, მოერიდე კარებთან და ფანჯრებთან სიახლოვეს, რადგან აფეთქების ტალღამ შეიძლება ისინი სახიფათო გახადოს. თუ ფიქრობ, რომ აფეთქება უკვე მოხდა, დაუყოვნებლივ დაწექი მიწაზე, დაიმალე რაიმე მყარი ნივთის ქვეშ, დაიფარე სახე და თავი, რათა თავიდან აიცილო მფრინავი ნივთებისგან დაზიანებები. ახლა ჩამოვთვალოთ, რა საფრთხე გემუქრება თუ მოხვდი ბირთვული ბომბის აფეთქების რადიუსში. საფრთხე პირველი მოქმედებს 10 კილომეტრის ან მეტი მანძილიდან. ეს არის სინათლის ისეთი კაშკაშა ციმციმი,
რომელიც დროებით სიბრმავებს იწვევს. ეს ბირთვული აფეთქების ნიშანია. შემდეგია თერმული იმპულსი, რომელიც მოქმედებს რამდენიმე კილომეტრის რადიუსში აფეთქებისთანავე. აფეთქებისთანავე უკიდურესად ცხელი აირების ცეცხლოვანი ბურთი წარმოქმნის თერმულ იმპულსებს, რომელიც შეიძლება რამდენიმე წამის განმავლობაში გაგრძელდეს და გამოიწვიოს კანის დამწვრობა, თვალის დაზიანებები და ასე შემდეგ. შეუძლია ქალაქის რამდენიმე კვარტლის განადგურება და აფეთქების ტალღა, რომელიც აზიანებს შენობებს რამდენიმე კილომეტრის დაშორებით. შემდეგია ცეცხლოვანი ბურთის საწყისი გამოსხივება. ცეცხლოვანი ბურთის საწყისმა გამოსხივებამ შეიძლება გამოიწვიოს დაზიანება ან ადამიანების დახოცვა აფეთქებიდან რამდენიმე კილომეტრის რადიუსშიც კი. მას მოყვება ნარჩენი გამოსხივება. თუ ბირთვული აფეთქება მიწასთან ახლოს ხდება, აფეთქების შედეგად წარმოქმნილი რადიოაქტიური მასალა ერევა ჭუჭყსა და ნამსხვრევებს. მალევე მას შემდეგ, რაც ბირთვული აფეთქება გამოათავისუფლებს ენერგიის უდიდეს ნაწილს, ცეცხლოვანი ბურთი იწყებს გაგრილებას, ატმოსფეროში ასვლას. ქმნის ყველასთვის ნაცნობ სოკოს კუდის ფორმის მქონე ღრუბელს და ნალექის სახით ამ მასას დედამიწამდე მისასვლელად და მიწის დაბინძურებისთვის შეიძლება 10 წუთიც არ დაჭირდეს, ან შეიძლება მეტი დრო. ეს ნალექი ყველაზე საშიშია აფეთქებიდან რამდენიმე კილომეტრის რადიუსში პირველი რამდენიმე საათის განმავლობაში. უნდა მოიქცე აფეთქებიდან პირველი 10 წუთის განმავლობაში, ამაზე ახლა ვისაუბრებ. თქვენი და თქვენი ოჯახის დასაცავად საუკეთესო გზაა ბირთვული აფეთქების დაწყებამდე, ბირთვული აფეთქების დროს და შემდეგ შენობის ცენტრში შესვლა ან სარდაფში ჩასვლა. 1945 წლის 6 აგვისტოს ჰიროსიმაში ბატონი ნომურა ბირთვული აფეთქების ნულოვანი წერტილიდან დაახლოებით 170 მეტრში მდებარე შენობის სარდაფში იმყოფებოდა. ატომურ დაბომბვას გადაურჩა და გარდაიცვალა 1982 წელს 84 წლის ასაკში. ჩვენ ვახსენეთ რადიაციული ნალექი და იმ ნალექის მოსვლამდე შიგნით იყავით. აფეთქების შემდეგ ნალექის მოსვლამდე 10 წუთი ან მეტი დრო გექნებათ შესაფერისი თავშესაფრის მოსაძებნად. თავშესაფრებზე ჩვენ უკვე ვისაუბრეთ ვიდეოს წინა ნაწილში. როგორ მოიქცე აფეთქებიდან პირველი 24 საათის განმავლობაში. თუ ფიქრობ, რომ შესაძლოა ატმოსფერული ნალექის ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდეთ, დაბინძურებული ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის გარე ფენები უნდა მოიშორო, ხოლო კანისა და თბის ნებისმიერი დაუცველი ფენა უნდა გაიწმინდო ან დაიბანო. საკვები და სასმელი მედიკამენტები, რომელიც უკვე მაღაზიაში ან თქვენ თავშესაფარშია, მოხმარებისთვის უსაფრთხოა. განახლებული ინსტრუქციისთვის მოусმინე ნებისმიერ ხელმისაწვდომ მედიას დარჩი შენობაში, თუ სხვა მითითება არ გაქვს. ნალექის საფრთხე სწრაფად შემცირდება პირველი 12-24 საათის განმავლობაში და შესაბამისად ამ დროს უნდა დარჩე ყველაზე დაცულ ადგილას. თვით ევაკუაცია მკაცრად არ არის რეკომენდირებული, მანამ სანამ არ გამოვლინდება სახიფათო ნალექის ზონები და არ შეიქმნება უსაფრთხო ევაკუაციის მარშრუტები. რა ხდება მომდევნო 48 საათში? ბირთვული აფეთქებიდან პირველი 24 საათის განმავლობაში რადიაციის საშიში დონის პოტენციალის გამო თქვენ თავშესაფარში იმყოფებოდით. 24 საათის შემდეგ გარე რადიაციის დონე მნიშვნელოვნად შემცირდება. ინსტრუქციის მიღების შემთხვევაში მომზადე ევაკუაციისთვის. თუ გარეთ გასვლა გიწევს, მინიმუმამდე დაიყვანე გარეთ გატარებული დრო. მაქსიმალურად შეეცადე გაზარდო შენს თავშესაფარში ყველაზე დაცულ ადგილებში გატარებული დრო. თუ სიცოცხლის შენარჩუნების მიზნით, ან საკვების და წყლის მარაგების შესავსებად, ან უფრო მყარი თავშესაფრის მოსაძებნად გარეთ გასვლა გიწევს, შეამცირე გარეთ გატარებული დრო. ცხვირი და პირი ნიღბით ან ქსოვილი დაიფარე. ბავშვები და ორსულები უფრო მგზნობიარე არიან რადიაციის მიმართ და მაქსიმალურად უნდა გაატარონ თავშესაფრის ყველაზე დაცულ ადგილებში დიდი დრო, შენობის შუა ნაწილსა და სარდაფში, როგორც უკვე ბევრჯერ ვისაუბრე ამ ვიდეოში. თუ სხვა მითითება არ მიგიღია და თუ სხვა ალტერნატიული წყარო არ არსებობს, მაშინ და მანამდე ონკანის წყალი უსაფრთხოა დასაბანად და შესაძლოა დასალევადაც კი. თუ შესაძლებელია განიხილეთ დაცულ შენობაში თავშესაფარში თვითდახმარების პირველადის სივრცის მოწყობა. ოჯახის წევრები, რომლებიც სხვაგან იმყოფებიან, საკუთარ თავშესაფარში უნდა დარჩნენ. საყვარელი ადამიანების წამოსაყვანად გარეთ გასვლამ შესაძლოა თქვენც და ისინიც რადიაციის ზემოქმედების რისკის ქვეშ დაგაყენოთ. კარგი, ეს გავიკეთ. ახლა რა ხდება უფრო ხანგრძლივი პერიოდის შემდეგ ან მაშინ, როდესაც სხვა ქვეყანაში იმყოფები. რას უნდა აკეთებდე, როცა რადიაციული ღრუბელი შენკენ მოდის? ბირთვული აფეთქების შემდეგ ატმოსფეროში დიდი რაოდენობით რადიოაქტიური ნაწილაკები იფანტება. ასე წარმოიქმნება რადიაციული ღრუბელი, რომელიც ქარის მიმართულებით ათასობით კილომეტრზე ვრცელდება. შეიძლება აფეთქება ირანში იყოს, მაგრამ ღრუბელმა
ერთ-ორ დღეში მიაღწიოს კავკასიის მთებს, მათ შორის საქართველოსაც. აი რა უნდა გააკეთო, როცა საფრთხე მოგიახლოვდება. პირველი და ყველაზე მთავარი, იყავი ინფორმირებული, არ ენდო მხოლოდ სოციალურ ქსელებს. რადიაციის დონე ოფიციალურად დაკვირვებადია სპეციალური სადგურებიდან. შეამოწმე ასეთი საიტები, როგორიცაა radiationnetwork.com და სხვა, რომლებიც აკვირდებიან ევროპას. ასევე არსებობს ადგილობრივი მეტეოსერვისები და თუ ხედავ რომ ფონი იმატებს, ან ვრცელდება გაფრთხილება იმოქმედე. დარჩი სახლში, არ გახვიდე გარეთ. რადიაციული ღრუბელი ჰაერშია. ფანჯრები, კარები, ვენტილაცია, ყველაფერი უნდა იყოს ჩაკეტილი. შეეცადე დარჩე შენობის შიგნით, სკელი კედლებით გარშემორტყმული. იდეალურია სარდაფი ან ქვედა სართული. გამორთე ჰაერის ცირკულაცია და ვენტილაცია. დაალოქე ფანჯრები, კარების ღრიჭოებზე დააწებე წებოვანი ლენტი. თუ გაქვს ჰაერის ფილტრი, მაშინ გამოიყენე აუცილებლად. ანუ ზოგადად ჰაერის მოძრაობა მინიმუმამდე უნდა დავიდეს. მომდევნო აუცილებელი რჩევა არ გაეკარო რადიოაქტიურ ობიექტებს. წვიმა შესაძლოა რადიოაქტიური იყოს, ამიტომ არ დალიო წვიმის ხალი, არ ჭამო გარეთ მოკრებილი ხილი ან ბოსტნეული. ყველაფერი გარეთ დარჩენილი შეიძლება დაბინძურებული იყოს. თუ გარეთ მოგიწია გასვლა, მოქმედებს იგივე ინსტრუქცია. უნდა გაიხადო დასასველი და დაიბანო. შხაპი უნდა მიიღო სუფთა წყლითა და საპნით. ოღონდ ცივი, არ გადაივლო ცხელი წყალი, რადგან შეიძლება გაგეხსნას კანზე ფორები. აქაც იგვინაირად, იყავი სახლში მინიმუმ 24-48 საათის განმავლობაში. ეს ყველაზე საშიში დროა, როცა რადიაციული ნაწილაკები ისევ ჰაერშია, გარეთ მხოლოდ მაშინ შეგიძლია გახვიდე, როდესაც ოფიციალური წყაროები იტყვიან, ან თავად გადაამოწმებ, რომ გარემო უსაფრთხოა. ეს არ არის ფილმი, ეს შეიძლება იქცეს რეალობად, ამიტომ უნდა იყო ინფორმირებული. და თუ ბირთვული რადიაცია საქართველოსდეც მოაღწევს, სწორად მომზადებულ ადამიანს გაცილებით დიდი შანსია გადარჩეს ჯანმრთელად. გაუზიარე ეს ვიდეო მათ, ვინც ჯერ არ ფიქრობს ბირთვულ საფრთხეებზე. გამოიწერე არხი, რადგან ჩვენ მუდმივად ვდებთ მსგავს საინტერესო ვიდეოებს და იქნებ მომდენო ვიდეომაც დაგაინტერესოს. დიდი მადლობა.